ის რაც იყო სტიქიის პირველ საათებში იმასთან შედარებით, რა თქმა უნდა, მდგომარეობა ბევრად სტაბილური არის. ახლა უკვე ამოცანა არის გაწმენდითი სამუშაოები, სამწუხაროდ გრძელდება ძებნა 7 უგზაობლოდ დაკარგულ ადამიანზე. რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას, პირველ საათებში თუ მთავარი ამოცანა იყო გადაუდებელი სამეცნიერო დახმარების უზრუნველყოფა, რომლის ეს ამოცანა შესრულებული იქნა. ახლა უკვე გუშინდელი დღიდან დაწყებული და დღეს ბოლომდე ჩვენი ამოცანა არის ინდივიდუალური საჭიროებების აღწერა და შეფასება ამ ადამიანების, რათა ზოგს სჭირდება დაუშვათ მედიკამენტი, ზოგს ტანსაცმელი, ზოგს რაიმე სხვა, რომ დაზუსტებულად უკვე მივაწოდოთ ეს ინდივიდუალური დახმარება. ამისთვის რესურსი მზად გვაქვს, აღწერა დღის ბოლოს დამთავრდება და უკვე დავიწყებთ მოქმედებას.